როგორ შევარჩიოთ სახის მოვლის პროდუქცია სწორად. ბუმიანი აცინამიდი საერთოდ ამოიღეს ხმარებიდან ბევრმა კომპანიებმა რეტინოლი. არასწორად იყენებდნენ, ბევრი დაზიანება იყო კანის მოხდა, ხო? ჩანაცვლეს ეს რეტინოლი არის, ჩვენი არის რეტინალი. ეს ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არის ძალიან ინდივიდუალური. ეგ არნიშნავს, რომ მე არ დამიშვია პირადად შეცდომები 7 დღეში როგორ ეთყობა კანს გაუმჯობესება. არ არსებობს, ეს არის მომენტალური ეფექტი. ანიმე შევაჩვიოთ აუცილებლად. მაგრამ ეს კვლევები ახლა შეიცვალა და ახალი მიდგომები აქვს C ვიტამინს. 3 პროდუქტი, რომელიც უკაცრიელ კუნძულზეც უნდა წავიღოთ. მაინც იქითკენ მივიდართ, ყველაფერი ყოველ დღე არ უნდა გადავტვირთოთ. აი გარდა გვავიწყდეს დომიერება ყველაფერში. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. დღეს ჩვენ ძალიან საინტერესო სტუმართან ერთად ვისაუბრებთ, როგორ შევარჩიოთ სახის მოვლის პროდუქცია სწორად. სალომე, მე მინდა რომ კიდე ერთი რამ დავამატო, მაკა იყო ჩვენი ძალიან დიდი ხნის კლიენტი, მომხმარებელი, უფრო სწორად. ძალიან დიდ ხანს და შემდეგ უკვე გადაწყვიტა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმდენად მოეწონა ეთყობა ეს ჩვენთან რომ დადიოდა, რომ ესთეტიკას მიმართოდა და სხვადასხვა ძალიან გაამართლა, იმიტომ რომ მინდა რომ ვთქვა, რომ ნამდვილად თავის ესეთი პროფესიონალიზმით ნატალი და პროფესიონალიზმთან ერთად არ შემიძლია რომ არ აღვნიშნო მაკასთან ასე ვთქვათ პროცედურა არის ერთი დიდი სიამოვნება. იმიტომ რომ აქვს არაჩვეულებრივი ხელი და თვითონაც არაჩვეულებრივია, ამიტომ მე იმდენად მიყვარს ხოლმე მაკასთან, როდესაც მიწევს მისვლა, რომ იმის გარდა რომ პროცედურას ვიტარებ, რაღაც ჩემთვის თერაპიასავით და განტვირთვასავით მე არის. დავამატებ კიდე რომ ძალიან მალე გადაწყვიტა თვითონ ჟერმენ დე კაპუჩინიმაც, რომ ის ტრენერი ყოფილიყო საერთაშორისო მისი ესეთი ინდივიდუალური და პროფესიონალური მიდგომით ყველა პროდუქტთან და რა თქმა უნდა პროდუქტებზე რო არ გადავიდეთ ყველა მომხმარებელთან და მოდით ახლა ალბათ გადავიდეთ და ვკითხოთ მაკას კითხვები, რაც იქნება ჩვენი მაყურებლისთვის საინტერესო. პირველი ალბათ მაინც ყველასთვის თავარი კითხვა არის, რა უნდა კონდეს ადამიანს არ აქვს მნიშვნელობა ქალს თუ კაცს, საბაზისო პროდუქტები მოხმარების. მოგესალმებით პირველ რიგში. და მინდა გითხრათ, რომ პირველ და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ ვიცით, რომ დღეს როგორც ვიცი, ჩვენი თემა არის სწორად შერჩეული პროდუქცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სამ პროდუქციას შევარჩევთ, აუცილებელია რომ მოусმინოთ ჩვენს კანს. ანუ კანის ზოგჯერ ხშირად ხოლმე კანის მხოლოდ ტიპიდან გამომდინარე ხდება პროდუქტის შერჩევა. ხო, იმ კონკრეტულ მდგომარეობაში, იმ სიტუაციაში მისი აი მდგომარეობა რაც არის კანის, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ შეიძლება კანი იყოს ზოგადად და ხშირად მოსულან მომხმარებელი და მეუბნება რომ აი მე მაქვს ცხიმიანი კანი, მე ვიცი რომ მაქვს ცხიმიანი კანი, მე მაქვს ფორებიანი კანი და ამ დროს კანი არის გამომშრალი, გამოფიტული და უკვე იმ დონემდე გამომშრალია რომ ის გამონაყარიც რაც არის არაცხიმიანობიდან, მაგრამ უკვე ბარიერის დარღვევის გამო და იქნება ეს უკვე პრობლემები და სწორედ ძალიან მნიშვნელოვანია რომ სწორად შევარჩიოთ ჩვენი კანის მდგომარეობიდან გამომდინარე კონკრეტულ სიტუაციაში მოვლის საშუალებები და შეიძლება ხოლმე მეუბნებიან რომ აი სახში მაქვს რაღაცა ცხიმიანის ხაზი, თუნდაც ჩვენი 1 2 3 და ჟერმენ დე კაპუჩინის ძალიან კარგია, მაგრამ იმ წუთას იმას ცოტა ხნით გადავდებთ და მივდივართ ბარიერის აღდგენაზე. ანუ ამისთვისაც ჟერმენ დე კაპუჩინის აქვს უდიდესი არსენალი, ეს იქნება თუნდაც ბიქალმით დავიწყებთ, ბარიერს აღვადგენთ, მერე უკვე ჟანგბადის ხაზი, ჰიდრას ხაზი და მერე უკვე ნელ-ნელა თუ დაგჭირდა უკვე ცხიმიანობისკენ, უკვე თუ ქალბატონების შემთხვევაში, გოგონების შემთხვევაში ჰორმონალური ფონის ცვლილებასთან ერთად თუნდაც ციკლის წინა პერიოდში, როდესაც ცხიმიანობა არის მომატებული, მაშინ შეგვიძლია რომ ჩავრთოთ, ანუ კვირაში რამოდენიმეჯერ და ნელ-ნელა კანიც აღვადგინოთ და უკვე შემდგომ მივმართოთ. საბაზისო რა უნდა. საბაზისო რაც აუცილებელია, ეს რასაკვირველია პირველ რიგში სწორი დასაბანი საშუალებების გამოყენება, სწორი დატენიანება და მზისგან დაცვა. აუცილებელია. 3 პროდუქტი, რომელიც უკაცრიელ კუნძულზეც უნდა წავიღოთ, მაგრამ ერთი პროდუქტი. აი რომელია ის ერთი პროდუქტი, რომელიც
აი რომ მიდიოდე უკაცრიელ კუნძულზე იმ სამიდან საინტერესო. SPF-ს ხო? და ნუ ეს უკაცრიელ კუნძულზე SPF-ს სილენფელია. პროფესიონალური ხაზი, სალო თვითონ უკვე ნიშნავს, რომ არის პროფესიონალების მიერ შერჩეული პროფესიონალებმა უნდა მოახდინონ სწორად და კარგად შერჩევა აუცილებელია და რატომ არის განსხვავება პროფესიონალურ კოსმეტიკასა და მას მარკეტ შორის. ძალიან დიდი სხვაობა და აქედან გამომდინარე თვითონ ინგრედიენტებზეც მინდა მაკამ 1-2 სიტყვა გითხრას, რამდენად მნიშვნელოვანია და რას უნდა მიაქციონ ყურადღება, როცა თვითონ დაიწყებენ შერჩევას, ხო, ვისაც რას უნდა მიაქციონ ყურადღება. პირველი რაც მნიშვნელოვანია, ანუ როგორც თქვით, რომ ეს არის სახის დემაკიაჟი მარტივად, რა ვთქვა, ანუ დაბანა, ხო, მომზადება შემდგომი ინგრედიენტებს. ნუ ამისთვის აუცილებელია დასაბანა. ბოდიში დემაკიაჟი ძალიან ხშირად გონიათ ხოლმე რომ აუცილებლად მაკიაჟი უნდა კონდეს რომ ეს უბრალოდ სახის დასუფთავება დაბანა. მომხმარებელი მოსულა და მეთქი ნუ ვუხსნი ხო თავიდან რომ რას ვაკეთებთ ახლა ეტაპებს და ნუ პირველი დემაკიაჟი და მე მაკიაჟი არ მაქვს. ხო და ამიტომ დავაკონკრეტოთ ეს. ამიტომ დემაკიაჟი არ ნიშნავს ხო რომ მაკიაჟი უბრალოდ ნიშნავს დაბანას ჩვეულებრივ. დღის განმავლობაში დაგროვილი ჭურჭლის მასშტაბით. დასაბანი საშუალებებით სხვადასხვა სახისაა, ვიცით, შეიძლება გელისებრი, კაფირზე, ანუ საჭიროების მიხედვით უნდა შევარჩიოთ. აი ზუსტად ჟერმენ დე კაპუჩინის ახალი კლინსინგის ხაზი არის აი გამდიდრებული მრავალფეროვანი მოვლის საშუალებებით, დასაბანის საშუალებებით და აქცენტი გააკეთეს და შეცვალეს რაღაცეებიდან დაამატეს პრებიოტიკები და პრობიოტიკები. ეს რატომ? პრებიოტიკები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ჩვენი საკვები, ჩვენი ნორმალური მიკროფლორის და რაც დღევანდელი აი გარემოს დაბინძურების, ბევრი აი აგრესიული საშუალებების გამოყენების გამო, როდესაც ბარიერი ირღვევა, ზუსტად საჭირო არის აი შევსება მათი, დახმარება კანის და ზუსტად პირველი ეტაპი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჟერმენ დე კაპუჩინიმ ჩართო ისე, რომ გაამდიდრა პრებიოტიკებით და პრობიოტიკებით და უკვე თავიდანვე პირველივე ეტაპებიდან ვიწყებთ კანის ბარიერის აღდგენას, დატენიანებას, ისე ვასუფთავებთ, რომ არ დავაზიანოთ ის. და ნუ აქაც არის მცხიმიანი კანისთვის, ნორმალური კომბინირებული კანისთვის ცხიმიანი კანის შემთხვევაში დამატებული არის მჟავები, აჰა და ბეჰა მჟავები აქვს დამატებული, თუმცა ასევე იმდენად დაბალანსებულია ეს, რომ შესაძლებელია, რომ ცხიმიანმა, მაგრამ გრძნობიარე კანმაც გამოიყენოს ეს ჩვენი მოვლის საშუალებები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღევანდელ გარემოში მგრძნობელობა კანის ძალიან არის მომატებული. ბევრი ფაქტორების სწორედ რომ არასწორი მოვლის გამოც და სხვა ბევრი გარემოს დაბინძურების გამო იქნება თუ სხვა ეს ყველაფერი და აქტივების დიდი რაოდენობით აქტივების გამოყენება, ანუ შრატების. აი ძალიან საინტერესოა ასევე, აი როგორ უნდა დავაბალანსოთ, რომ ბევრი არ მოგვივიდეს პროდუქცია, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე რომ ხვდებიან ბლოგერები მაგალითად და იმდენ ეტაპს გადიან შრატზე, დამატენიანებელზე, ზეთი, იმაზე კიდე რაღაც საცხი ზემოდან აი ეს დაუსრულებლად. უკვე კანი. ხო, და აი ეგ ზღვარი როგორ უნდა განსვაცროთ? ნუ ამ შემთხვევაში თუ არ იცი კარგად. ხო, ეგ ამ შემთხვევაში ჯობია მინიმალურად ანუ ბევრი არ ნიშნავს კარგს. ხო, აი მთავარი არის ალბათ. მთავარი არის ის აქტივებზეც უარს არავინ არის. დემაკიაჟის დაბანის შემდეგ ტონირება აუცილებლად შრატი, ის შრატი აუცილებლად უნდა შევიყვანოთ ნელ-ნელა. აი ხშირად ყოფილა რომ პროცენტულობად, თუნდაც ნიაცინამიდი, ხა ბუმია ნიაცინამიდი, ხო, ძალიან კარგია, თუმცა ასევე რეტინოლი, C ვიტამინი, ხო. ხო, აი რეტინოლზე, C ვიტამინზე უფრო მინდა ნიაცინამიდზე. ჯერ ვთქვათ, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ახალ მოვლის საშუალებებში, რაც კლინს იყო უკვე კაბინეტის მოვლის საშუალებებში დამატებული ეს ნიაცინამიდი, უბრალოდ ნახეთ პროცენტულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და როდესაც ვიწყებთ ამ აქტივებთან ურთიერთობას, ხო, საჭიროა რომ დაბალი პროცენტებით დავიწყოთ. მაღალი არა. აი რამდენი პროცენტიანი მაღალმა შეიძლება 2-ით დავიწყოთ. შეიძლება 3-ით, 4-იანით დავიწყოთ. ნელ-ნელაში მაშინ კანი ამას ეჩვევა, ბარიერი არ ირღვევა და უკვე მერე ნელ-ნელა რო შეაჩვევ, შეგიძლიათ რომ მოუმატოთ 10-იანით, გააგრძელოთ და შედეგი იქნება იდეალური, ისე რომ კანი არ გავაღიზანოს. ზუსტად იგივე არის რეტინოიდებზეც. რეტინოიდების შემთხვევაშიც
აუცილებელია რომ რეტინიზაციის პროცესი ქვია, ანუ შეჩვევა, კანი უნდა შევაჩვიოთ აუცილებლად. ეხლა ეს ბოლო პერიოდი იყო რაღაც ბუმი და მაინტერესებს რამდენად რეალურია თუ მითი არის რომ საერთოდ ამოიღეს ხმარებიდან ბევრმა კომპანიებმა რეტინოიდი. იმიტომ ამოიღეს რომ აი თუნდაც ჟერმენ დე კაპუჩინის ადრე ქონდა ცოტა მაღალ პროცენტიანი რეტინოლი და ის ამოიღეს რატომ ევროპაშიც აი ჩვენც რო ვიყავით ბარსელონაში და სემინარზე ცოტა ეგ გითხრეს რომ ამოიღესო რატო იმიტომ რომ არასწორად იყენებდნენ ბევრი დაზიანება იყო და ჩანაცვლება მოხდა ხო ეხლა ჩვენი რეტინოლი ჩვენი არის რეტინოლი არა ჩვენი არის რეტინალი ანუ იმისთვის ძირითადი მოქმედი ნივთიერება მანდ არის რეტინოლის მჟავა ანუ ის რაც ცოცხალ რეტინოლს აქვს ისე რომ მოქმედებს ცოცხალ უჯრედზე ანუ შეაღწევს კანში თუ ჩვეულებრივი მჟავების ზედაპირზე პილინგებს რასაც ვეძახით ხო ქიმიური მჟავები მათი ხო ზედაპირულად მუშავდა რეტინალი დღეს რაც ჩვენ წარმოდგენთ აღწევს რა კანში სიღრმეში დერმაში იქ თუნდაც ჩვენი ლიპოსომური ანუ ლიპიდების გარშემორტყმულია ჩვენი რეტინალი ნაზად შეაღწევს ისე რომ კანი არ დააზიანოს და უკვე იქ იშლება და იწყებს ან ცოცხალ უჯრედთან მუშაობს და მის აი განახლების პროცესი მეორე დილით ვეგეტყობა სხვა განახლების პროცესი და ჩვენი არის ხო აი რეტინოლი მე რეტინოლიდან უკვე უნდა გარდაიქმნას რეტინალად და რეტინალიდან და ეს რეტინალის ძალიან დაბალ პროცენტიანი 0.04%-იანი არის ჩვენი თუმცა ეფექტი აქვს ძლიერ იმიტომ რომ ერთი ნაბიჯი სჭირდება იმისათვის რომ გარდაიქმნას რეტინოლის მჟავად ხო და ის უკვე მუშაობს ისე რომ კანს არაზიანებს დიახ უბრალოდ იქაც აუცილებელი არის რომ რეტინიზაციის პროცესი შეიძლება კვირაში ერთი დატანებით დავიწყოთ ერთჯერ გამოვიყენოთ კვირაში და მერე უკვე ნელ-ნელა შევაჩვიოთ აი ამას ქვია ზუსტად ეს რეტინიზაცია რომ უნდა მოხდეს ნელ-ნელა და როდესაც უკვე კანი შეეჩვევა მაშინ ზაფხულშიც რო გამოიყენოთ შეიძლება ზაფხულში გამოყენოთ ჩვენი რეტინალი უბრალოდ ნახეთ ეშლებათ კიდე ანუ რეტინოლი არის ისეთი ფორმა რომელიც აკნეს მკურნალობთ და რომელსაც აქვს ანტი-ეიჯ მიმართულება ხო ჩვენი რეტინალი რაც არის ეს არის გათვლილი ზუსტად რომ ანტი-ეიჯ მკურნალობისთვის და არა აკნეს მაკა მე ვიცი რომ ბევრი მომხმარებელი ყავს აკნეს სამკურნალოდ და აი შენი მიდგომები აკნესთან მკურნალობაში თანამედროვე მიდგომები კოსმეტოლოგიაში დერმატოლოგიაში ვიცით უკვე რა როგორი მიდგომებიც არის ჩვენ მკურნალობთ კოსმეტოლოგების მკურნალობის თემა არის პირველი მეორე ტიპის აკნე ანუ პირველი ეს არის კომედონალური ფორმა როდესაც გვაქვს კომედონები რასაც შავ წერტილებს ეძახიან ხო დახურული ღია კომედონები ესე მილიუმები რომელიც ასევე არასწორი პროდუქციის გამომოვლის შედეგ დიდია ხშირად ძალიან ცხიმი იძახიან რომ მშრალი კანი მაქვს და ძალიან ცხიმიან საშუალებებს იყენებენ ხოლმე ხა არ დავაკონკრეტებ რას და ამის შედეგად შეიძლება გაჩნდეს ეს მილიუმები და ასევე მეორე ტიპის აკნეს ფორმა როდესაც არის კომედონებიც გვაქვს დახურული ან ღია კომედონები და ელემენტები ანუ 10 ელემენტამდე ეს არის ნუ ზოგჯერ ცოტა მეტიც არის მაგრამ იმის იქით უკვე დერმატოლოგს უნდა მიმართოს და უკვე შემდგომ დერმატოლოგის მკურნალობის შემდეგ უკვე პოსტაკნე ნაწიბურები იქნება თუ პოსტაკნე პიგმენტაცია ამას უკვე ჩვენ მივხედავთ ხო ეხა რაც შეეხება რასაც გულისხმობთ ეს იყო ადრე ანუ მექანიკურ წმენდას როდესაც ხელით მექანიკურად კი ეხა დიგლოუთი წმინდა როგორც ვიცი ხო დიგლოუთიც უწმინდა დიგლოუთიც და ეხლა გვაქვს ახალი განახლები დიახ ჟერმენ დე კაპუჩინის აპარატი ესეთი კომბაინი ეს არის უკვე ჟერმენ დე კაპუჩინის არა მარტო წმენდისთვის ეს არის ლიფტინი ეს არის კოლაგენის სტიმულაცია ეს არის წმენდა ანუ მრავალფეროვანი და აი ერთ პროტოკოლების ხდება ამ ყოველფერს შეგვიძლია რომ 6 სხვადასხვა თავაკი აქვს შეგვიძლია როდის მოვდივარ მობრძანდით მუშაობთ სპეციალურ აი ტონიკ ხსნარებზე რომელიც როგორც აღნიშნეთ გაჯერებული არის ამ აქტიური ნივთიერებებით რომლებიც ძალიან მცენარეული იქნება ეს წყლის წყალმცენარეები
მოკლედ ნიაცინამიდი, ნორინ, ბევრი აქტიური კომპონენტია, რომელიც ყველა თავისუფლად დადებითად მოქმედებს სახის კანზე. Anti-age მიმართულება აქვს, ბალანსინგი, glow ეფექტი, აუცილებლად მოვალ. და შეგვიძლია რომ თან ძალიან სასიამოვნო თავაკი ერთ პროცედურაზე გამოვიყენო, თუ მჭირდება, ან შემიძლია რომ აი თქვენ რასაც ჩვენ რაც ძალიან გიყვართ ხომ ლიფტინის C+-ის პროგრამები. აი პროგრამებზე აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ. იქ გვაქვს ნაჭრის ნიღბები და ზუსტად ამ ნაჭრის ნიღბებზე რომ გადავატარებთ, რადგან სწორად შერჩეულ პროდუქციაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ამ თემას ჟერმენის ამ სხვადასხვა მიმართულებებს აუცილებლად დაუბრუნდები, მაგრამ მანამდე მინდა რომ ბევრი კითხვა მაქვს ძალიან, მაგრამ მინდა რომ C-ზე ვისაუბროთ, C ვიტამინზე ვისაუბროთ. C ვიტამინის მნიშვნელობაზე ჩვენი კანისთვის და ახალ კვლევებზე. იმიტომ რომ იყო მიდგომები, როდესაც ამბობდნენ რომ C მხოლოდ ზამთარში უნდა გამოვიყენოთ, ზაფხულში არაფრით არ შეიძლება, მაგრამ ეს კვლევები ახლა შეიცვალა და ახალი მიდგომები აქვს C ვიტამინს. მოდი ვისაუბროთ ჩემს საყვარელ C ვიტამინს. C ვიტამინი, მოკლედ ჩვენი და თქვენთვის საყვარელი C+-ის პროგრამა, რომელიც ეს იყო გაჯერებული HLG ნანოპოლიმერით, სადაც შეღწევადობა ვიტამინ C-ს 6 ჯერ უფრო გაძლიერებულია და მასში შემავალი კომპონენტების აქვე ნუ კაბინეტის ვერსიაზე ვილაპარაკოთ და კაბინეტში გვაქვს ასევე ფერულიკის მჟავა, წინასწარ ვამზადებთ სახის კანს, ეს არის AUX სისტემა, სადაც შედის ბიონიკი და ფერულიკი და ნუ ეს ბიონიკი არის არა მარტო ჩემი ფავორიტი, არამედ ზოგადად ჟერმენ დე კაპუჩინის ხაზშიც აი უცვლელია, ბევრი რაღაცები შეცვალეს, თუნდაც პილინგებში, თუმცა ბიონიკი იგი მიეკუთვნება pH პილინგების ჯგუფს და ანუ ეს არის დამზოგავი მოქმედება, ეს შექმნილია ზუსტად იმისთვის, რომ თუნდაც მგრძნობიარე კანზეც ვიმუშაოთ, ეს არის ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი კანის, სუსტ ექსფოლიაციასაც აკეთებს და ანუ დამზოგავად, მაგრამ ეფექტურად მუშაობს და ლაქტობიონიკის პილინგის შემდეგ და ნუ მე უკვე რომელსაც შევარჩევთ პროდუქციას, ხო ეს იქნება C+, ლიფტინი თუ რინკლას, თქვენ აი ეგრევე შეგიძლიათ გახვიდეთ მეიქაპის გარეშეც და ეს არის მოსამზადებელი ეტაპი ბიონიკით, შემდეგ უკვე ვიყენებთ ნუ C+-ის შემთხვევაში ფერულიკის მჟავას, როგორც აქტივს, იმიტომ რომ ფერულიკის მჟავა აუცილებელია, რათა C ვიტამინის გამტარიანობა გაიზარდოს და ვინაიდან ჩვენს ამ C+-ის ხაზში და თუნდაც სახლის მოვლაში ვიტამინი C სუფთა სახით არის წარმოდგენილი და ვიცით რომ ეს ვიტამინი C ძალიან მალე მჟავდება, ანუ ორთქლება მჟავდება და აქედან გამომდინარე კარგავს თავის თვისებებს. და ამიტომ ფერულიკის მჟავა ეხმარება მას, როგორც აი გამტარი, რომ ღრმად შეაღწიოს და უფრო ეფექტურად იმუშაოს. მაგრამ C ვიტამინი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ანტიოქსიდანტი. და ეს აუცილებელი კომპონენტია, თუნდაც შევაბრძოლოთ თავისუფალ რადიკალებს, anti-age effect, პიგმენტაციასთან საბრძოლოდ, თუნდაც ზოგიერთი ფორმა C ვიტამინის აკნესთანაც გვეხმარება, რომ შევაბრძოლოთ აკნეს და აქედან გამომდინარე ჩვენი C ვიტამინი რაც არის თუნდაც პროდუქციაში, კაბინეტის და ასევე სახლის პროდუქციაში შრატების სახით არის სუფთა სახის C ვიტამინი და უკვე საცხებში რაც გვაქვს, აქ უკვე მიწისებით C ვიტამინის წარმოებული, არ სუფთა სახით არ არის, თუმცა ის რო აღწევს ღრმად კანში, შემდგომში გარდაიქმნება იმ ასკორბინის მჟავად, რაც მოქმედებს, ხო? და აქედან გამომდინარე არ აზიანებს მზისხიების ზემოქმედებით, ჩვეულებრივ თავისუფლად შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ზაფხულშიც და SPF-ი აუცილებელია კი. რომ არ მოხდეს ეს ოქსიგენაცია და არ მოხდეს მერე უკვე ის დამაზიანებელი ეფექტი, რაც კანზე იქნება, მზისხიების ზემოქმედება განეიტრალდება, შესაბამისად ის თავის საქმეს გააკეთებს. ჩვენი C ვიტამინი პირიქით დილის რუტინაშია. C ვიტამინის შრატი. დილის რუტინაშია, შემდეგ უკვე გინდა ემულსია თუ ცხიმიანი კანი გვაქვს, გინდა კრემი, სფორმით თუ უფრო მშრალი კანი გვაქვს და მერე მზის განდამცავი აუცილებელია. ნატალია, ხშირად მაგალითად ჩემი გამომწერები რომ წერენ ხოლმე რომ აი რომელ ხაზს გაუწევთ უპირატესობას მაგალითად აი ჟერმენს რომ მეკითხებიან და ძალიან რთულია რომ უპასუხო. კი მე მაქვს ჩემი თქვა საყვარელი ხაზი, რომელსაც
უფრო მეტად ხშირად ვიყენებ, მაგრამ ეს ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არის ძალიან ინდივიდუალური. მე რაც მიხდება, შეიძლება არ მოუხდეს ჩემ მეგობარს, ჩემ დას, ასე შემდეგ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ აი ეს ხაზების მიმართულებაზე რო ვისაუბროთ, შეიძლება ძალიან გაგვირძელდეს, მაგრამ მოკლედ, ხო? რამდენი ხაზი აქვს ჟერმენს? თქვათ აი რა რისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი როგორც აკნესი, მაგალითად 1 2 3 ხაზი, ასევე პრემიერზე მინდა აუცილებლად რომ ვისაუბროთ. ეს ჩემი ისეთი ფავორიტი. ხო. და აი ეს აი ხშირად დასმული კითხვა, რომ აი სალმე რომელს მირჩევ, რომ გამოვიყენო, რომელი ვიყიდო, მე ხარ ვარ პროფესიონალი და ნუ თქვა შეიძლება რაღაც მიახლოებით ვურჩიო სახის კანის მიხედვით, ტიპის მიხედვით, მაგრამ რა თქმა უნდა, ანუ ეს არ არის საკმარისი, ხო? უნდა მივიდეს, არჩიოს, თქვათ, არ ვიცი, ან უკვე გამოცდილი რაც აქვს იმის მიხედვით, ასე შემდეგ და მოდი ეს რაღაცა მოკლედ კი, მეც ერთს დავამატებდი, აუცილებლად კიდე ერთხელ ვიტყვი და ძალიან ბევრჯერ მინდა რომ გავიმეორო, რომ თვითონ პროფესიონალური ხაზი უკვე არის განსხვავებული ხაზი, იმიტომ რომ მას ჯერ ქმნიან ისედაც პროფესიონალები და ამ დროს მას იყენებენ პროფესიონალები და ეს პროფესიონალები მერე ურჩევენ თვითონ პროფესიონალურად საბოლოო მომხმარებელს. ეს არის ძალიან სამი ძირითადი ეტაპი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელი და შემდგომაც ნახე, რა მინდა რომ ვთქვა აუცილებლად სალო, რომ მაგალითად მე 30 კილოც გავხდი, იცი და მქონდა ეს ძალიან დიდი ცვლილება, ხო? და ყველა მეკითხება, ნუ აი ამ როგორ კანი, როგორ, იმიტომ რომ როგორ არ მოეშვა, ხო? იმიტომ რომ კანს ჭირდება პერიოდულობით კოლაგენი, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს, ვისაუბროთ ჩვენ ყოველწლიურად, უკან მივდივართ წლებით და ამ წლებთან ერთად უნდა უფრო გავაძლიეროთ ესეთი სწორი მოვლა. ეგ არ ნიშნავს, რომ მე არ დამიშვია პირადად შეცდომები, ძალიან ბევრჯერ დამიშვია და ერთ-ერთს კიდე აუცილებლად ვიტყვი, რომ რაც რეტინოლზე ვისაუბრეთ, აი ეს 1%-იანი რეტინოლი და რატომაც აკრძალეს ძალიან როგორც მაკამ უკვე თქვა და მართლა აუცილებელი იყო, იმიტომ რომ რეტინოლი 1%-იანი, ნუ გადასარევად მქონდა არაჩვეულებრივად ეს სახე მეორე დღეს და აი მეორე დღეს გავგიჟდი, გადავირიეროთ ცეულაზერის გაკეთება მომინდა. და იმ მერე მქონდა ისეთი, რა ქვია, მაგას არ დავიწყება. ხო, არ დავიწყება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეხა ბევრჯერ მეც არ მომისმენია ხოლმე მით უმეტეს ამ ყველაფრისა და ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ჩვენს მომხმარებელს, ჩვენს მაყურებელს, ჩვენს სტუმარს ყველას აუხსნათ, რაც შეიძლება მეტად, რომ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სწორი ერთი მხოლოდ, მაგრამ ის ერთი სწორად პროდუქტი იყოს გამოყენებული. და მაგას მე დაусმევდი ესეთ კითხვას, რომ ძალიან ბევრი ხაზი აქვს, ამიტომაც რა თქმა უნდა ჟერმენ დე კაპუჩინის და ეს არის ზუსტად პროფესიონალების მიერ შესარჩევი ანტი-ეიჯი 20 წლისთვის 15 წლიდან ზემოთ აკნესთვის და ერთ-ერთი ყველაზე ისეთი როზაციის ხაზზე მინდა რომ ვთქვა, იმიტომ რომ აი მეც რო რაღაცას არასწორად მოვიქეცი, მაშინ ზუსტად იცი რა მიშველა? თვითონ აი ამ როზაციის ხაზის რომელია ბიქალმის ხაზმა ხო, აი მზეზე რომ მივდივარ, მაგას სულ მატას წაიღე ბიქალმი და სხვათა შორის სულთან. ხო, და აი რო აგვიხსნა, ვთქვათ, მე ვეძახი ხომ ესმის ეს როზაციას, მაგრამ ანუ მგრძნობიარე კანისთვის და აი ხო, ეგ იმიტომ რომ ეგ პრობლემა არის რა საქართველოში ძალიან და ამ მნიშვნელობა აქვს, მაშინ გრძნობი, ანუ აკნე და როზაცია, აი ეს მესმის, ხო, ყველას გვესმის. აი ზუსტად ეგ არის კანის მდგომარეობა. ხო. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი არა მარტო კანის ტიპიდან გამომდინარე ვიმოქმედოთ და ავარჩიოთ კოსმეტიკა, ხო? ეს მოვლის საშუალებები, არამედ კანის მდგომარეობიდან გამომდინარე. თუ არის მგრძნობელობა მომატებული, თუ არის რაღაცა სიმშრალე, ხო? მაშინ უკვე უნდა არა ის რომ მე მაქვს მშრალი, მე მაქვს ცხიმიანი კანი, არამედ კანის ზუსტად რომ იმ კონკრეტულ სიტუაციაში მდგომარეობიდან გამომდინარე. ამიტომ ხშირად მოსვლა მომხმარებელი და მეუბნება, რომ მინდა რაღაცა ანტი-ეიჯ.
და აი რაღაც არ მინდა სხვა და მინდა anti-age, მაგრამ იმ სიტუაციაში მე იმისთვის რომ აღვადგინო და მე უკვე თავისუფლად ვიმუშაო anti-age მიმართულებით, მე მჭირდება კანის ბარიერის აღდგენა. და ზუსტად აი ბიქალმის ხაზი ეს არის შეუცვლელი, უნივერსალი. თუმცა anti-age მიმართულებითაც ცოტა გარკვეული პერიოდით ბიქალმით აღვადგენ ბარიერს და მე ჩვენი SRNS-ის ხაზი. აი ბიქალმი რა არის? მოდი ხე ყველამ ხო არის ის პრებიოტიკები შედგება ხო? პრობიოტიკებზე ბაზაზე დამზადებული უნივერსალური კომპლექსია, რომელიც შედგება სხვადასხვა აქვს სოსბალმი, შედარებით ნაზი ტექსტურის, აქვს ასევე რიჩ, უფრო მშრალი კანისთვის სოფტი. ანუ ნახეთ მგრძნობელობა შეიძლება კონდეს როგორც მშრალ კანს, ასევე შეიძლება კონდეს ცხიმიან კანს. და ზუსტად მაგაზე აქვს გათვლილი აქცენტი, რომ ნებისმიერი ტიპის კანის ბარიერის აღსადგენად, რაც მნიშვნელოვანია, რომ გამოვიყენოთ ესა თუ ის ხაზი და ასევე აქვს SPF-ი, 20-იანი SPF-ი, პიგმენტით, ზუსტად როზაცე სიწითლის დასაფარად. ცოტა მწვანე ფერი აქვს და ზუსტად სიწითლისკენ მიდრეკილი კანისთვის. ესე არეულად საუბრობთ სხვადასხვა იმებზე, მაგრამ თემებიდან გამომდინარე, ხო? 1 2 3, აი რო არის. ეს არის რაღაცა სუ ისეთი, ალბათ მე მგონი რომ ბავშვებმაც დაიმაღლა. მაყურებელსაც რომ ავუხსნათ და უფრო რაღაცა ხა ჩვენ საუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით იქ რაღაცა wrinkles-ი ვახსენებთ. ეგრე არა. მაყურებელი იბნევა და 1 2 3 არის ჟერმენ დე კაპუჩინის ხაზი, რომელიც არის უშუალოდ პრობლემური და აკნესკენ მიდრეკილი კანის. კი, სწორად ამბობთ, ოღონდ ნახეთ, აი ძალიან კარგი შეკითხვა და სულ მაწუხებდა ხოლმე ეს, რადგან ხშირად ხოლმე თუნდაც ბევრჯერ 1 2 3 აიღეს და სახში ყოფილა ესეთ შემთხვევაც, ახლა არ დავმალოთ თუნდაც პაციენტებთან მიმართებაში, რომ გამომიშრო სახის კანი, იმიტომ რომ არასწორად მიაწოდეს, ბოლომდე არ აუხსნეს. რატო? იმიტომ რომ ნახე 1 2 3-ში როგორც ვხსნან, პირველი დაბანან, მეორე ტონირება, ხო, ესე ვიცით. მეორე ტონირება, მესამე საცხი. ეს მეორე ტონირება რაც არის, ის ტონიკი როგორც ასეთი არ არის. ის არის ექსფოლიანტი. ანუ შეიცავს მჟავებს. ამიტომ არის რომ მე მივდივარ პრობლემას და მე რაღაცა არ მომიხდა, რაღაცა ეს და არის ორი სახის. ერთი არის ცხიმიანი კანის, ერთი არის ნორმალური და კომბინირებული კანის, მაგრამ პრობლემა შეიძლება იყოს იქაც და იქაც, ხო? ერთი არის ცხიმის განსაკუთრებით მოზარდებში, პუბერტატულ პერიოდში, როდესაც ცხიმოვნება მომატებულია, ძირითადად მაშინ, მაგრამ არის კიდე უფრო ზრდასრულ ასაკში ხოლმე გამონაყარი, მაგ შემთხვევაში უფრო ნორმალური კომბინირებული კანისთვის გამოყენება. და ეს ექსფოლიანტები, რაც ორი ნომრით არის, არა ტონიკია, ანუ როგორც ექსფოლიანტი, ანუ მოახდინოს კერატინოციტების ჩამოფცქნა, ესე რომ ვთქვათ, ექსფოლიაცია სახის კანის და შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ თავი, ანუ კვირაში რამოდენიმეჯერ. არა, იმიტომ რომ ის შეიძლება ზედმეტად ისედაც ხო, ზედმეტად პირიქით გამოაშროს. კი, ანუ ბარიერი დაგვიზიანოს, გამოაშროს სახის კანი და აი აქ ხდება შეცდომა და მე რაღაცა არ მომიხდა. ეგრე, ანუ ესე არ არის. სწორად უნდა აუხსნათ, შეურჩიოთ და მე მოვხდება. მოდი ვისაუბროთ ახლა პრემიერზე, ჟერმენ დე კაპუჩინის პრემიერზე, რომელიც სულ მაინტერესებს, მაგრამ ჯერ არ გამომიყენებ. შეგიძლიათ თავისუფლად 35 წლიდან, როგორც ღამის ნიღაბი, შეგვიძლია აღდგენი, მაგრამ როგორც საცხი, ალბათ საცხი და მუდმივი სახით უკვე 50 პლუს. კარგი. მაგრამ მაინც ცდი აუცილებლად. როგორც კი. რითი გამოირჩევა პრემიერის? მას აქვს ლამელარული ტექსტურა, ღრმად აღწევს, აღადგენს პოულობს რა დაზიანებულ უჯრედებს, შლის მას ამინომჟავებად და ნუ ხდება აგრეთვე ახდენს ფიბრობლასტების აქტივაციის ხარჯზე კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირებას და ნუ ანტი-ეიჯ ეფექტი აქვს. HLG ნანოპოლიმერი ატენიანებს, ავსებს კანს. მე გამოვარჩევდი, მე მაქვს ჩემი ესე თქვი, რამდენიმე საყვარელი ხაზი, რომელსაც ხშირად ვიყენებ ხოლმე. არის რაღაც ხაზები, რომელიც არ მომიხდა სხვათა შორის, მაგრამ აუცილებლად ხაზი მინდა გავუსვა wrinkles-ის ხაზს, რომელიც ხო, ახალი, ნუ არც ისე უკვე ახალი, შედარებით ახალი. კიდე ახალიც მოდის. რომელიც აი ჩემთვის ძალიან გამორჩეულია. ალბათ ყველაზე მეტად wrinkles-ის ხაზი მომიხდა, იმიტომ რომ არის ძალიან ბევრი დამატებული კოლაგენით და მართლა ძალიან მალე ჩანს შედეგი, ფოტოც არსებობს.
7 დღეში როგორ ეთყობა კანს გაუმჯობესება. იქაც ძირითადი აქცენტი კოლაგენზე, HLG ნანოპოლიმერზე, პეპტიდებით არის გაჯერებული, აგრეთვე არის კომპონენტები, რომლებიც ახდენენ აცეტილქოლინის დათრგუნას, ანუ ბოტოქსის ეფექტიც ზუსტად აქედან გამომდინარე აქვს. ბოტოქსის მაგვარი, ანუ ინიექციებთან ერთად სიტყვაზე ახანგრძლივებს ამ ინიექციების მოქმედების პერიოდს. ხო, და აქვს ასევე განსხვავება თვალის საცხზე მინდა ველაპარაკო, რომელიც შეგვიძლია ასევე ზედა ქუთუთოზეც დავიტანოთ. პროგრამებზე მინდა ვთქვა ასევე, მოკლედ რომ ვილაპარაკოთ. აი, როდესაც მეკითხი, მე რას იკეთებ სახეზე და მე ჩამოუთვლი, რომ ვიკეთებ ბოტოქს, ვიკეთებ მაგალითად Onda Pro-ს აპარატურულ და ასევე ჟერმენტი კაპუჩინის პროგრამებს. ყველას გონია, რომ ესეც არის რაღაც, ვთქვათ, აპარატურული, ანუ ვერ ხვდებიან რა პროცედურა არის. და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი როლი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი როლი ამ დანარჩენ პროცედურებთან ერთად უკავია პროგრამებს. დიახ, აუცილებლად. ნამდვილად. ნამდვილად შუალედებში. შუალედებში. მოდი მოკლედ ვთქვათ ამ პროგრამების შესახებ, რომ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს მოუყვეთ და გავაცნოთ. პროგრამები ძალიან მართლა ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ აპარატურული ხო კარგია და კარგია, მაგრამ აი შუალედებში თუნდაც ბოტოქსის შემდგომ კანის, ანუ გარედან ზუსტად აი კუნთის ტონუსი ხო მცირდება მაგ შემთხვევაში, ლიმფოდრენაჟიც შემცირებულია და ზუსტად მაგ დროს გჭირდება ხოლმე კარგად გარედან კანს მოვუარო. არის სხვადასხვა პროგრამები, კაპუჩინის აი უდიდესი არსენალი არის. ეხა ძირითადი თქვათ ეს VIP პროგრამები რაც გვაქვს, კი, გადასარევია, მაგრამ მაინც ცოტა გადაუხვევ და მე ჩემს ოპშენზეც ვილაპარაკებ ორიოდე სიტყვის. იმიტომ რომ ზოგჯერ ხოლმე ხშირად მსმენია, რა ვიცი, რომ ნატალიში ყველაფერი ძვირია და ეშინია ხალხს რომ მივუახლოვდეს. ხო, მაგრამ ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას, ჩვენი ოპშენის პროდუქციით და ასევე პროგრამებითაც რომ მომსახუროთ ყველას. ნამდვილად. და საბაზისო ზოგადად ეს ოპშენის არის საბაზისო ხაზი არის ჟერმენ და კაპუჩინის, სადაც თქვა მოვლის საშუალება, დასაბანი, დემაკიაჟი, ყველასთვის ხელმისაწვდომი ესე რომ ვთქვა. დიახ, ამით აქედან გამომდინარე, ეგ მინდოდა რომ აღმენიშნა. კი, ნამდვილად კარგი საკითხია, წამოჭერი ნამდვილად, ხო. შემდგომ უკვე პროგრამები, რაზეც თქვენ საუბრობთ, გვაქვს ლიფტინი, ჩემი ფავორიტია, როგორც თქვენ გაქვთ თქვენი ფავორიტი. ჩემი არის C და Wrinkles. C-ც საოცრება, აი მე ვიძახი იმ თვალსაზრისით, აი მუშაობის თვალსაზრისით და თან ეს ჩვენი ახალი ლიფტინი არის განახლებული ვერსია არის, შეცვლილია და ადრე თუ მუშაობდა მხოლოდ ლიფტინზე, ეხლა შეცვალეს, ეს ზღვის წითელი წყალმცენარეებით გაჯერებული HLG ნანოპოლიმერით 3D დამჭიმავი ეს აპკივით გადაეკრება ხოლმე სახის კანსა და აგრეთვე არის ბუდას ხილი შედის, რომელიც ჩვენს არა მარტო კანის მდგომარეობაზე, შინაგან განწყობაზეც მოქმედებს, ეს კვლევებით დადგენილი აქვს. მოკლედ პეპტიდებს შეიცავს, ეს როგორც სახლის მოხმარების პროდუქცია, ასევე კაბინეტის სამუშაო და პროგრამა რას მოიცავს? ეს პროგრამა მოიცავს ადამიანი რომ მოდის, რომ იცოდეს მაგალითად აი რაზე მოდის, აი რას შეიძლება. ეს პროგრამა მოიცავს, ეს პროგრამა პირველ რიგში კანის მომზადება, ანუ დემაკიაჟი, მომზადება და აუცილებლად მერე ექსფოლიაცია. ანუ ექსფოლიაციაში რას გულისხმობს? სუბუქი ექსფოლიაცია. შეგვიძლია ხშირ შემთხვევაში. აი ჩვენი რასაც ვილაპარაკეთ, ეს ლაქტობიონიკის მჟავა ძირითადად აქცენტი გვაქვს ლაქტობიონიკის მჟავაზე, თუმცა ზოგჯერ შემთხვევაში შეგვიძლია რომ პიგმენტ თერაპიის კუთხითაც წავიყვანოთ და ვთქვათ, გვაქვს პიგმენტაციაც და ანტიეჯი. შეგვიძლია მე პილინგი გამოვიყენო უკვე პიგმენტ თერაპიის ხაზით და შევარჩიო ისეთი პილინგი, რომელიც პიგმენტაციაზე იმუშავებს, ხო? შემიძლია რომ ანტიეიჯი ცალკე პილინგები გვაქვს, ეს ექსპერტ ლაბის დიდი არსენალია პილინგების, რომლებიც არ დააზიანებს სახის კანს სუბუქად. ეს არის მაღალ pH-იანი პილინგები, რომლებიც ნეიტრალიზაციას არ საჭიროებენ და ჩვეულებრივ მე შემიძლია ამ პილინგების შემდგომ გავაგრძელო მასაჟიც გავაკეთო და სრულად პროგრამა ჩაუტარო ხო მომხმარებელს და მაგ ძირითადი მაინც პროტოკოლში აქცენტირება გვაქვს ამ ლაქტობიონიკის მჟავაზე. მოდი ვისაუბროთ შედეგებზე ამ პროგრამის. აი მაგალითად თუ გადაღება მაქვს მნიშვნელოვანი ან სადმე ღონისძიებაზე მივიდვარ, ყოველთვის მიყვარს ხოლმე მაგ დღეებში გაკეთება, იმიტომ რომ იმის გარდა რომ სახის კანი ხდება უფრო glow,
თქვათ, აი შეშუპება, ლიმფოდრენაჟი, ძალიან ბევრი ფაქტორი არის და მივდივარ ხოლმე ესეთი რაღაცნაირი უფრო კანი ბზინავს, ბევრად უფრო ესეთია ყრივიც და მოკლედ შესამჩნევად გაუმჯობესებული. კანის ისევ და ისევ ტიპიდან გამომდინარე, ჰიდრალურონიკი, ჩვენი C+-ი, ლიფტინი, აი როგორც ეს ერთ პროცედურა, გასვლითი პროცედურა ნებისმიერ პროგრამაზე იდეალურია, ზუსტად ისევ და ისევ კანის მდგომარეობიდან, ტიპიდან გამომდინარე უკვე სპეციალისტი შეგირჩევს. საათი და 20 წუთი მიმდინარეობს ეს პროცედურა, სადაც როგორც უკვე მაკამ აღნიშნა, როგორც სპეციალური მასაჟი, ასევე თვითონ შემავსებლები, ლიმფოდრენაჟი, ანუ ეფექტი აქვს, აი მომენტალურად რაღაცა საოცრება. ისეთი რომელსაც დღეს ხო ძალიან ესეთი იმაშია glow ეფექტი რა. ნუ არ ვიცი, მე ვთვლი რომ ეს ყველა პროცედურა აბსოლუტურად გარდა იმისა რომ სამკურნალო არის და სამკურნალო შემთხვევაში არსებობს რა თქმა უნდა არაერთი პროცედურა, არამედ ნიშნავენ კოსმეტოლოგები რომ ეს უნდა იყოს ან 3 ან 5 პროცედურა, რომელიც მკურნალობისთვის, იმიტომ რომ ერთჯერადი ეფექტი ყველაფერს აქვს დროებითი, შემდეგ უკვე ეს არის სამკურნალო. შემანარჩუნებელი. სალო რაც მინდა რომ აუცილებლად გითხრათ, რომ გარდა თავისი პროფესიონალიზმისა, მაკას არის 5 შვილის დედა. მადლობა და იმიტომ ტელეფონს ვერ ვიშორებ ხო? მაკა ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ბევრი კითხვა მქონდა სხვათა შორის, სანამ დავიწყებდით გადაღებას, მე და ნატალია ერთმანეთში ვსაუბრობდით და ბევრი კითხვები დაგვრჩა სხვათა შორის კიდე დაუსმელი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კიდე გვესტუმრები, კიდე ვისაუბრებთ. ეს რაღაც ჟერმეს ძალიან დიდი დრო დაუთმეთ და მე ძალიან მოყვარულია. ხო, სალომე რატო არა? ხო, ძალიან მიყვარს ეს პროდუქცია, მართლა რაღაც განსაკუთრებულად და მინდა ხოლმე რომ ბევრ ადამიანს გაუზია რომ მართლა აი თავის თავზე გამოცადონ ის რეალური შედეგი, რაც აქვს მართლა ამ მოკლედ ამაზე რო არ თქვა ისე ვერ წავაგეთ. გისმენ. ეს არის ჩვენი აი კლინსინგის ხაზის ახალი ესეთი night peeling-ი ქვია, იმ სიტყვა peeling-მა არ შეგაშინოთ. ეს არის ლაქტობიონიკის ბაზაზე დამზადებული შრატივით არის, აი ტექსტურაც აქვს საოცარი და ბარემ დატესტეთ. ყველაფერი დავტესტეთ. ეს შეიძლება ეხლა ამის ეხლა გამოყენება შეიძლება ზაფხულში. შეგიძლიათ, გაზაფხულზე შეგიძლიათ და ლაქტობიონიკის მჟავა ეს არის ის მჟავა, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს და მთელი ზაფხულის პერიოდიც, ნუ ხა განსაკუთრებით თუნდაც კაბინეტის ვერსიას და ეს გამოიყენოთ. ეს მხოლოდ ღამე? ეს არის ღამის night peeling. არის ღამის პილინგი, რომელიც შრატივით გასუფთავებულ ტონიზირებულ კანზე დავიტანთ, თხლად დავიტოვებთ, ზემოდან საცხი არ გვჭირდება, დილით ვიღვიძებთ. და ყოველდღე შეიძლება ამის გამოყენება. ყოველდღე არ გვჭირდება. აი, მაინც იქითკენ მივიდართ, ყველაფერი ყოველდღე არ უნდა გადავტვირთოთ. აი, გარდა გვავიწყდეს ზომიერება ყველაფერში. ნატალია, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმარი არ უნდა გავუშვათ საჩუქრის გარეშე. და როგორც ვიცით, შენი საყვარელი პროდუქტი ახლა რაზეც ვისაუბრეთ ზუსტად. მადლობა, მადლობა. მადლობა რომ გვიყურეთ. არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი Beauty Talks და დაელოდოთ შემდეგ ეპიზოდს. მომავალ შეხვედრამდე.